ამასთან გაგიკეთებ, ხო? რო ხმა გქონდეს. აი ესეთი მეგრელი არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს დღეს, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი, ხო სწორი ვარ? დიახ, ნამდვილად ასეა. მარიამ, თან მოდი ნელ-ნელა გაეცანი ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოდი ეს აქ დავდოთ, კომფორტულად რო იყო. კი ბატონო. მე ვარ მარიამი ადარვა, 31 წლის, დაბადებული გაზრდილი საქართველოში, მეგრელი. აჰა. ნახევრად აფრიკელი. ნუ მაინც ახლა თან მეგრელობ და თან აფრიკისკენაც რაღაცა. მე მაინტერესებს როგორ აღმოჩნდი აფრიკიდან პირდაპირ სამეგრელოში. დედა მყავს მეგრელი, კვარაცხელია. მოვიკითხავთ დიდი სიყვარულით. მადლობთ და ნუ მოკლედ ჩამოვედით საქართველოში და მე უკვე ნახევრად თბილისში, ნახევრად სამეგრელოში გავიზარდა. ეს ძალიან საყვალად. მეგრულიც იცი მე როგორც ვიცი. რა თქმა უნდა. მაშინ ახლა უნდა დაგტესტო. სკანგული აფირო? თუ არასწორად ვიძახე? არა, სკანგული ვაფირო. აჰა. კი ბატონო, შენ შემოგევლე. მასი მიორქი. მე შემიყვარხარ. აჰა, ანუ ნამდვილად მეგრელია მე დედით მეგრელი ვარ, კარგად არ ვიცი მეგრული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან მიყვარს სამეგრელო და ყოველ წელს ვცდილობ რომ ჩავიდე. ბავშვობიდან ყოველ წელს ჩავდივარ სამეგრელოში, იმიტომ რომ ანუ სამეგრელოს გარეშე, რა ვიცი, ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ ბავშვობის მაინც ნოსტალგია არის დღემდე. აჰა. და მაინც მომყვება ეს ბავშვური ქაური სიტუაცია, გარემო, ნათესავები, მეგობრები და ვცდილობ რომ ხშირად ვესტუმრო. მარიამ, შენ ძალიან კარგად მღერი, ხო? აი მეგრული სიმღერები თუ იცი? მეგრული სიმღერები არჩიკოჩიკუ მორთუდო, ოსუსგირი გენქია. წავიდა, აბა. ჩვენი მაყურებლისთვის ექსკლუზივი. არჩიკოჩიკუ მორთუდო, ოსუსგირი გენქია, ოსუს მარამუ ოსურინანა, ვალოგა კეთენსია ჰონა. ბრავო. ფანტასტიკური. ძალიან მიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი, ქართული ტრადიციები და მე პირადად სხვაგან ცხოვრება ანუ ვერ წარმომიდგენია. ისე ვარ აქაურობას მიჩვეული და მიჯაჭვული. ძალიან მხიარული ხარ. მე მაინტერესებს ცხოვრებაში თუ გქონია რთული პერიოდები, დაბრკოლებები და აი თუ გადაგილახავს ეს ყველაფერი. ესე იგი, ჩემ ბავშვობაში საერთოდ არ მიგზუნია არც ერთი წამი არანაირი ბულინგი. არ ვიცი, შეიძლება ზოგს ცოტა ისე მოიჩვენოს, იმიტომ რომ მაინც 31 წლის წინ ისეთი პერიოდია საქართველოში, რომ უფრო გასაკვირი უნდა ყოფილიყო ფერადკანიანის გავლა თბილისის ქუჩებში. მაგრამ იმდენად თბილად მიმიღო ჩემმა სამეგობრო წრემ, კლასელებმა, მასწავლებლებმა, ყველამ, რომ ერთი წამი არ მიგზნია თავი რაღაც განსხვავებულად. პირიქით, იმდენად ჩამინერგეს ეს ქართული სული და ქართული შეხედულებები, რომ მგონი, რა ვიცი, აი ბევრ ქართველზე, ასე ვთქვათ, უკვე ვისაც არ აქვს რაღაცა რეაქციები გარკვეულ თემებზე, მე მაქვს ხოლმე. როგორ დაახასიათებდი აი ქართულ მამაკაცებს, აი რამდენად მოგწონს, რა არ მოგწონს, აი რომ განვიხილოთ ეს თემა. მთელი ცხოვრება ვამბობდი, რომ ქართულს უნდა გავყვეს ხოლმე თქვა. ახლა მაშინაც ძალიან პატარა ვიყავი ამას რო ვამბობდი და ჩემი ესეთი ვთქვათ მეუღლის ტიპაჟი მქონდა შექმნილი ესეთი რა. უნდა ყოფილიყო მაღალი და ჭკვიანი და დიპლომი უნდა ქონოდა აუცილებლად. დიპლომი აქვს ანუ მეუღლეს. წინ ვარ ამ შემთხვევაში. ეს უცხოელებზე ვამბობდი, რომ აი ნახეთ ცოლის ჭკუას დადიან. აი რითი განსხვავდებიან მარიამ მაგალითად ქართველი მამაკაცები და უცხოელი მამაკაცები? ქართველი მამაკაცი და უცხოელი მამაკაცი განსხვავდება ერთ-ერთი იმით, რომ რაღაცას რო იტყვის, ესე უნდა იყოს. ძლიერი მამაკაცები მიყვარს და ეს არის ქართულ მამაკაცებში აქ არის ეს. ეს მარტო საქართველოშია. შენი მთავარი სათქმელი რა არის? აშკარად რაღაცა პატრიოტული იქნება. კი ბატონო, ჩემი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ვიყვარდეს ის ქვეყანა, საიდანაც ვართ, ჩვენი წარმომავლობა, ვიყვარდეს ერთმანეთი, ვიყოთ პატრიოტები და ვიყოთ ისეთი შეხმაწვილებულები ერთმანეთთან, როგორიც აი რეალურად შინაგანად
მოდის ჩვენგან და მინდა რომ საქართველოში ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი. ახლა სანამ გაგემშვიდობები არ შემიძლია არ გითხო ასეთი ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული, ენერგიული რომ ხარ. მე მგონი მსახიობობაც გინდა, ხო? თუ უკვე თამაშობ რაღაც. თამაშობ რაღაც ფილმებში და მაქვს ხოლმე შემოთავაზებები, რასაც განვიხილავ და ყოველთვის მზად არის ჩემი კარი საინტერესო შემოთავაზებებისთვის და გაითვალისწინეთ. ასე რომ გელოდებით. გადასარევი და ახლა რა უნდა გავაკეთოთ? თუ არა ფოტო აუცილებლად. ფოტო უნდა გავაკეთო. დაიჭირე ესეც შენ, აი ესე.